სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენეული აღქმა იმ სარწმუნოებისა, რომლითაც ჩვენ უნდა ვიქადოდეთ, ანუ უნდა გვიხაროდეს, უნდა ბედნიერობდეთ, უნდა ჩვენს ღირსებად წარმოვაჩენდეთ. მაგრამ მეორე მხრივ ესეც არის მართლა საჩუქარია ღვთისა, ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, რომ ადამიანს თავისთავად არ შეუძლია გამოცხადებით მიღებულ ჭეშმარიტებას თავისი შესაძლებლობებით ჩაწვდეს, მიხვდეს, თუ ეს გამოცხადება პირადად მისთვის არ იქნება გამოცხადება. ანუ ზოგადად გამოცხადება ხო არის ღვთისა, უმწვერვალეს გამოცხადება ღვთის განკაცება. მაგრამ ეს გამოცხადება თუ თითოეული ჩვენგანის პირად გამოცხადებად არ გადაიქცა, როგორც წესი, შემეცნების უნარებით ვერ აღვიქვავთ და ვერ მივხვდებით. ამ შემდეგ რაც ის ჩვენს გამოცხადებათაც იქცა, ამით არ მთავრდება შემეცნების პროცესი იმ გამოცხადებისა, რომელიც მოგვეც. აი, გახსოვთ, როცა უფალი ეუბნება მოციქულებს, ბევრი რამე მაქვს სათქმელი თქვენთან, მაგრამ ეხლა ვერ იტევთ. მათ შორის მაშინაც კი როცა უკვე ისინი მკვდრთი და აღდგარ მაცხოვარს ხედავდნენ და უკვე დარწმუნდნენ, მოდი ასე ვთქვათ, ყველაფერში. და ეუბნება, რომ მოვა ნუგეშინის ცემელი, სხვა ნუგეშინის ცემელი, სულიწმინდა ღმერთი, ის ყველაფერს გასწავლით და გასწავლით იმას, რაც მე თქვენ გამცნეთ. ეს პროცესი გამოცხადების შემეცნებისა გრძელდება და ჩვენი რწმენა, რომელიც ვლინდება მაგალითად ღვთის შემეცნებაში, ღვთის სიტყვის გაგებაში, ლოცვაში, სათნოებების გამრავლებაში, ეს არის უსასრულო პროცესი. აი არასოდეს სწავლა სიბერემდე რო ამბობენ. ჩვენი სწავლა იქნება სიბერემდე და სიკვდილის მერეც, სიკვდილამდე და იმის იქითაც, ანუ ეს დაუსრულებელი პროცესია, იმიტომ რომ ჩვენ წინ არის ღმერთი, რომელიც არის ყველგან ყოფი, ყოვლად უსასრულო, ყოვლად დიადი, ყოვლად ძლიერი, ქმნილი არსებისათვის მიუწვდომელი, თან მიწვდომადი. იმიტომ რომ ჩვენ მისი ხატი და მსგავსნი ვართ და ქრისტეს ასაკის ზომას, ანუ ქრისტეს სულიერების, ქრისტეს სიდიადის ზომას უნდა მივახციოთ და უნდა ვიყოთ ისეთები, როგორიც ის არის, როგორც იონე მოციქული ამბობს, საღვთო მადლით, რა თქმა უნდა, და არა ბუნებით. და ეს პროცესი არის დაუსრულებელი და შესაბამისად ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ სადღაც ვიმყოფებით. აი სად ვიმყოფებით, ხო, ჩვენ ბოლომდე ეს არ ვიცით, სადღაც ვიმყოფებით, მაგრამ იმისათვის, რომ მეტნაკლებად ჩვენი სულიერი ცხოვრება შეცდომების გარეშე ის არ იქნება, მაგრამ მეტნაკლებად რომ დაცული ვიყოთ შეცდომებისაგან, ჩვენ იმას მაინც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ის წინაშე ვდგავართ, ეს უდიდესი საიდუმლოება, არ ვიცით რა სად ვართ, უნდა გვეშინოდეს კიდევაც და უნდა გვახსოვდეს, რომ წმინდა მამებსაც, კი პავლე მოციქული ახლა რომ ყველაზე დიდი რო ავიღოთ, პავლე მოციქულიც, რომელსაც ამდენი ხელა გამოცდილება ჰქონდა ღმერთთან ურთიერთობისა, პავლე მოციქულიც ამბობს, რომ ჩვენ ასე როგორც აი დაბინდულ მინაში, გამჭვარტულ მინაში რაღაც ესე ვხედავთ, რაღაცა ვიცით, რაღაცა არ ვიცით, მე წავდგებით ღვთის წინაშე, პირისპირ ვიხილავთ. მოკლედ აი ეს პრობლემა ყველას გვაქვს. და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ცხონების საკითხიც აი ესე დგას, იმიტომ რომ ცხონება, ანუ მარადიული სიცოცხლე არის ვიცნობდეთ ღმერთს. ამას უფალი პირდაპირ ამბობს, რა არის მარადიული სიცოცხლე, რომ ის ვიცნობდეთ ღმერთს. ანუ თუ არ არის ღვთისცნობელობა, ცხონებაც არ არის. და ღვთისცნობელობა ნიშნავს, რომ ვიცი და მიზეზი ამისი არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახალი აღთქმის მოქალაქენი ვართ, ახალი აღთქმის ეკლესიის შვილები ვართ, თავიდან შობილნი ვართ, ხო? აი ესეა, მაგას ნიშნავს განათლილი ადამიანი. ჩვენში საკმაოდ ძლიერად არის ჯერ კიდევ ძველი კაცი. და ძველ ადამიანს კიდე ღმერთის აღქმა არ შეუძლია. და როგორი არის ძველი ადამიანი, ეს ძალიან კარგად ჩანს ბიბლიის პირველსავე გვერდებზე, როცა ძველი აღთქმის წიგნი და მთლიანად ბიბლიას გულისხმობ, როცა ადამი დაეცემა. ადამი, რომელიც ღვთის ქმნილებაა, ადამი, რომელიც ღმერთთან თანამშრომლობს, ადამიანი, რომელიც სამყაროს მოწესრიგებაში ღმერთის თანამუშაკია, ცხოველებს, ცოცხალ არსებებს სახელებს არქმევს, სახელის დარქმევა ნიშნავს არა უბრალოდ რაღაცა ნომრის ჩამოკიდებას, არამედ მათ არში წვდომას და მათ კლასიფიკაციას და ასე შემდეგ. ანუ მოწესრიგებაში, ანუ ღმერთი აძლევს მას ამის შესაძლებლობებს. მიუხედავად ამისა, რომ ასეთ სიმაღლეზეა ადამი და წინ უსასრულო განვითარების ბედნიერი გზა აქვს, იცით რომ ის ღალატობს და აი ღალატის მერე უცნაური რაღაც ემართება. აბა ხეების უკარო ღმერთს ვერ დაემალებოდი. ეს ახლა ჩვენს კი არა ურწმუნოებმაც იცის. ან დღეს ნებისმიერო ურწმუნო ვიცის, რომ ღმერთი რო არ აწამს. აი ღმერთი რო არსებობდეს, ხეების უკან მას ვერ დაემალები და ადამი ესე იგი ეთყობა ხა ხეც ეს ეთყობა ის იყო რა რაღაც ტყესავით რაღაცა იფიქრა იქ
ანუ აბსოლუტურად გაუგებარი რაღაცა ხდება. მე თავხედობამდე მისული უტიფრობა, თუ უტიფრობამდე მისული თავხედობა, როცა ეუბნება, ეს რა ქენი კაცო, თან აი ბიბლია ხო ემოციებისგან ნაკლებად ხატია, ხო ხატია, არ არის გზნობებს, არ გამოხატავს. აი ესეა ბიბლია ხატია, ღვთის სიტყვა არის ეს ხატია ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობის. ამიტომ ის ემოციებისგან დაცლილია, ბუნებრივია, არ უნდა იყოს, მაგრამ მაინც გამოჟონავს რა. თვით ღმერთის სიტყვაში გამოჟონავს ხანდახან ეს გრძნობა, ადამ სადახარ. აი ეს სიტყვები ადამ სადახარ, როცა წერია თან თარგმანში ვკითხულობთ, ხო ჩვენ და მაინც იგზნობა ღმერთის ტკივილი, სადახარ. ხო, აი მეგობარო გიღალატებს რა, აი სადახარ. და ერთი სული გაქვს, რომ აქა ვარ, მაპატია და გულში ჩაიკრა და არა, შენ რო ცოლი მომეცი იმაში, წარმოგიდგენია. ხორცი ხორცთაგანი, ძვალი ძვალთაგანი, ანუ მარტო იყო და გაბედნიერდა, რომ მარტო აღარ არის და ღვთისაკენ შემოქმედებით სწრაფაში მას მეგობარი ყავს, მისი ხორცი ხორცთაგანი და ძვალი ძვალთაგანი და მადლიერება რო ქონოდა ამის მაგივრად, შენ რო ცოლი მომეცი იმას შემაცდი. ნუ იმან კიდე შენ რო ეკეშმაკი და ასე შემდეგ. ძალიან დაზიანდნენ და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენც ეგეთი ბუნება გვაქვს. ესე იგი ადამი, რომელიც ღმერთს იცნობს და ისე დაზიანდა, რომ ღმერთის წინაშე რაღაც სისულელეებს ჩადის, ეს წარმოგიდგენიათ, აი ადამიანს როგორია, რომ რწმენა აქვს და რწმენა რამის გარანტია, ან რაღაცა გაიგო ღმერთის შესახებ და გამოცდილება შეეძინა და ეს რამის გარანტია. რა არის ჩვენი გამოცდილება და ჩვენი რწმენა და ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან ადამიანის იმ პირვანდელ ურთიერთობასთან შედარებით. გესმით რა არის? თუ ის ამხელა გამოცდილების მქონე ასეთ მდგომარეობამდე დავიდა და მისი ბუნება მაქვს ახლა მე ადამიანის ბუნება მაქვს. მე შეიძლება რომ გარანტიად ჩავთვალო ჩემი პატარა გამოცდილება ან რწმენა თუ კი მაქვს ასეთი საერთოდ კაცმა არის ის რომ ეს რაღაცის გარანტია. არაფრის გარანტია ეს არ არის. ამიტომ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებული, ვაღიაროთ ის და ვიცოდეთ ის რომ ჩვენ რაღაცა შეიძლება არ გვესმოდეს. ამიტომაც არის აი სულ ვამბობთ ხოლმე რომ აი კავშირი წმინდა წერილთან, წმინდა მამებთან, იმიტომ რომ ეს არის გამოცხადება წმინდა წერილი და წმინდა მამები მათი გამოცდილება ამ გამოცხადების გააზრებისა, გულში გატარებისა, შესაბამისად ცხოვრებისა, გარკვეული ნაყოფების გამოღებისა და ფაქტობრივად წმინდა მამათა თხზულებები ეს არის წმინდა ადამიანის ღვთისმორჩილი ადამიანის გულში გამოღებული ნაყოფი ამ გამოცხადების შესაბამისი, ამ გამოცხადების შესაბამისი გამოღებული ნაყოფი, რომელიც წინ დაგვიდებს, ეს რომელიც გვეხმარება, რომ ორიენტირების სწორი გქონდეს, რომ არ ავწდეთ და რაღაცა რაც არის დემონური ნაყოფი არ გვეგონოს სულიერების ნაყოფი. ხო და ეს ყველაფერი გვაქვს ჩვენ და ჩვენ სულ ამბობთ, სულ ამას უნდა უღრმავდებოდეთ, იმიტომ რომ მუდამ გვჭირდება ორიენტირი, მუდამ გვჭირდება ხელი გქონდეს ჩაჭიდული. როგორც კი გაუშვებ ხელს, ანუ როგორც კი გულგრილი ხდები ამ ყველაფრის მიმართ, იმ წამსვე ორიენტირი არეული გაქვს, იმიტომ რომ აგერ ადამიანს რა ემართება ხეების უკან იმალება და მე რომელსაც სად არის ხო ჩემი მდგომარეობა იმ მდგომარეობასთან მე როგორც კი ხელს გაუშვებ და ვიტყვი რომ ნუ ხო ვიცი ეს ახარება ეს ხო წაკითხული მაქვს ეს ხო ვიცი წმინდა მამები ხო ერთ და იგივე სინანული რაღაც სიმდაბლე ერთ და იგივეს წერენ და როგორც კი ამას ადამიანი ასე იფიქრებს და ესე ეგონება იმის საქმე დამთავრებული შეიძლება ეს ამის დეკლარირება არ მოახდინოს მაგრამ უბრალოდ არ კითხულობს არ აკეთებს არ უღმავდება არ ფიქრობს არ განიცდის ეს იმდენად მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ამის გარეშე ვერც კი უნდა ვარსებობდეთ ჩვენ თავს მოსვენების უფლებასაც კი არ უნდა ვაძლევდეთ ბოლომდე და როცა ამას ემატება ჩვენი გარემომცველი სამყარო საშნელი ტკივილი დრამატიზმით ახსავსე ტრაგიზმით რანაირად ვიყვარს ვიღაცები ხო მაინც ცოტათი მაინც ხო გვიყვარს ჩვენს გარშემო და ხედავთ მათ კატასტროფულ უღმერთობას. ეს ყველაფერი კარგად თუ გაიაზრო, მე ის კი გაგიკვირდება ხანდახან რომ იცინდე რა სასაცილო საერთოდ არ გვაქვს საქმე. ხოლო ის სიხარული და მხიარულება, რომელიც ჩვენ გვაქვს, უნდა გქონდეს სავალდებულოდ, ეს ის სიხარული არ არის, ტაშფანდურა სიხარული და მხიარულება არ არის, რომელსაც ეს სოფელი გვთავაზობს. ის სიხარული და ის მხიარულება, ის მადლის მიერი სიხარული და მხიარულება, რომელიც ჩვენში ქრისტეს ყოფობას გულისხმობს. რომელსაც არასოდეს არაფერი არ უნდა მოაკლდეს. ადამიანის დაცემის მერე ადამ სადახარ ხო უთხრა და ვერ გააგონა. იმის მერე აი ეს ადამ სადახარ სხვადასხვანაირად გამოთქმული, პერიფრაზირება, სხვადასხვანაირად დალაგებული სიტყვებით, სხვადასხვანაირი ქმედებით მუდამ იმეორებს. აი დღევანდელ დღემდე, აი რაც დღეს წირვაზე ვიდექი და გვესმოდა საღვთო სიტყვები,
დღევანდელ დღემდე ღმერთი აი ამას იმეორებს. ადამ სადა ხარ და ეს ადამი თითოეული ჩვენგანია, ხო? სადა ხარ და ელოდება მხოლოდ ერთ რამეს. აქა ვარ უფალო შემინდე შეცოდებანი ჩემ. სხვას არაფერს არ ელოდა. მაგრამ ამას ჩვენ ვერ ვაკეთებ. რასაც ნამდვილი სინანული ქვია. ამიტომაც ადამიანები ვერ იგებდნენ და ვერ იგებენ დღესაც და აი დღევანდელ სახარებაში ეს აღმოკითხული სიტყვები, როცა უფალი ამბობს, იგავი რომ მოყავს, რომ ბავშვები ხან, ესე იგი მელოდიას უშტენდნენ, ხან გოდებდნენ და სულ ერთია თქვა მსმენელებისათვის, ხო, არა აქვს მნიშვნელობა როგორ იქცევია, რაღაც იგავური სახე მოიტანა ეთყობა არსებობდა იუდეველებში. აქედან გამომდინარე მე საუბრობს, მოვიდა იოანე ეს მათესახარების მე-11 თავია. არცას ჭამდა, არცას სვამდა. და იტრიან ვითარბეთ ეშმაკეული არსო. მოვიდა ძეკაცისა, ჭამს, სვავს და ცოდვილებთან იჯდა გახსოვთ, ხო? და აჰა, კაცი მჭამელი, ღვინის მსმელი, მეგობარი მეზორეთა და ცოდვილთა და არც იმას უჯერებენ. ანუ იოანე და ქრისტე რაღაც გარეგნული ცხოვრების წესი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. აი ძალიან. და მიუხედავად ამისა, არც იმას იღებენ და არც ამას იღებენ. არსობრივად ერთ და იგივეა, ხო? ერთ და იგივე კიდე ისეთ ნათქვამია, ღმერთია განკაცებული ეს ჩვეულებრივი ადამიანი იოანე, მაგრამ დაწყებაც, ხო, მათი ქადაგები შეინანეთ რამე თუ მოახლოებულად სასუფეველიცად. მაგრამ ადამიანები არც იმას იღებენ, არც ამას იღებენ. ანუ სულ ერთია როგორ მოიქცეოდა ქრისტე. ამის თქმა მინდა მე რომ აი ქრისტე როგორ მოიქცეოდა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ყოველთვის იპოვიდნენ რაღაცას რის გამოც დაადანაშაულებდნენ მას, შენ ასე როგორ იქცევ. აი ეს არის. რატო? იმიტომ რომ არს, ღვთის განკაცების არს ვერ იგებენ. ანუ ღმერთს ვერ ცნობენ. პრობლემა აი ამაშია. ღმერთის გამოვლინება როგორც არ უნდა მოხდეს, რა ფორმითაც არ უნდა მოხდეს ღმერთის გამოვლინება, ადამიანს აქვს პრობლემა, რომ ღმერთი შეიცნოს მის გამოვლინებაში. ეხლა რაც შეეხება ღმერთის გამოვლინებას, ღმერთის გამოვლინება არის ყველგან. პავლე მოციქული ხვამბობს მთელი სამყარო, აი მთელი სამყარო ღვთის გამოვლინებაა. მაგრამ ღვთის გამოვლინება მთელი სამყაროს გარდა არის ის მდგომარეობა, რაც თითოეულ ადამიანამდე მიდის, თითოეული ადამიანის ცხოვრება საღვთო ისტორიაა. თითოეული ადამიანისათვის ცალკე ისტორია არსებობს, ცალკე ისტორია იწერება. არ აქვს მნიშვნელობა ეს ქრისტიანია, არა ქრისტიანია, მორწმუნეა, ურწმუნოა, საცხოვრობს, სულ ერთია, განათლებულია, გაუნათლებელია, ჯანმრთელია, ავადმყოფია. თითოეული ადამიანისათვის ცალკე საღვთო ისტორია იწერება ღმერთის მიერ, ისეთი და იმგვარი, რომ მან გაიგოს, ანუ თითოეული იმ კონკრეტული ადამიანის გადარჩენის საჭიროების შესაბამისი საღვთო ისტორია იწერება ღმერთისგან. მაგრამ ადამიანები ამას ვერ ვცნობთ, ვერ ვკითხულობთ ამას. და ის რომ ხანდახან ადამიანს აქვს ილუზია, აი ასე რომ წარმართულიყო ჩემი ცხოვრება, მაშინ მე უფრო ესე იგი მივხვდებოდი ან გავიგებდი. არა, ეს დღევანდელი ეს სახარებისეული სიუჟეტი ამას გვეუბნება, რომ გარეგანს მნიშვნელობა არ აქვს, როგორ მოიქცევი. 9 კეთროვანი, კეთრი, უკურნებელი, სასიკვდილო განაჩენი. უფალი სიტყვით ეუბნება განიკურნე და განიკურნებიან. და ის 9 მადლობასაც კი არ ეუბნება. და აგერ მეორე წუთში დედაკაცს ეუბნება ძაღლი ხარო, როცა შვილი განმიკურნე ეუბნება და ის დედაკაცი მიუხედავად იმისა, რომ ესეც საშინელებას ეუბნება, ადგება და მაინც ესე იგი მას აღიარებს. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ფორმას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მადლიერებით მოექცე, მადლიერების ყველა პირობა მისცა და მადლიერება არ ქონათ. აქ კიდე ყველა პირობა ქონდა იმ დედაკაცს, რომ ეს ვინ არისო და გაქცეულიყო, მაგრამ პირიქით. ანუ არ აქვს ფორმას მნიშვნელობა. ჩვენი საღვთო ისტორია პირადად თითოეული ადამიანის ზუსტად ისეთია, რომელიც ჩვენ გვჭირდება. და თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის სხვანაირი უნდა იყოს, ჩვენ ძალიან ვცდებით. თუ ჩვენსას ვერ ვკითხულობთ სხვა ისტორია, ჩვენ ასეთები ვართ და ასეთები გვჭირდება. და ეს არის სწორედ სიბრძნე საღვთო, რომ დავინახო, მე უნდა დავინახო, რომ რაც ჩემს გარშემო და ჩემს თავზე და ჩემს შიგნით ხდება, ეს ხდება იმიტომ, რომ მე მჭირდება ასე. თუ ამას ვერ დავინახავ, მაშინ ჩვენ ქრისტიანები არა ვართ. შედეგად რა აქვს ამას? შედეგად ძალიან ცუდი რამე აქვს. გახსოვთ მე როგორ ამბობს, ხო, რომ ყვედრებად იწყო იესო ქალაქებისა მის, სადა იგი იქმნეს უმრავლესი ძალნი მისნი, რამე თუ არა შეინანეს და გახსოვთ, ხო, სოდომ და გომორსაც კი ახსენებს იქ, სოდომი და გომორი, ანუ ეს ყველაზე მწვერვალი რაღაც უზნეობისა და ბოროტებისა, ისიც კი უფრო წმინდა გამომოლხინეს, ანუ უფრო წმინდა გამოჩნდება ღვთის წინაშე საშნელი სამჟავროს დროს, ვიდრე შენ, რომელმაც ქრისტე წესით უნდა გეცნო და ვერ იცანი. ის ვისთანაც ქრისტე მივიდა, ღვთის სიტყვა მივიდა და ვერ იცნო, ეს ადამიანი უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე სოდომელი და გომორელი. გესმით ამას?
კიდევ ვიმეორებ, ჩვენ თუ გვეყოლება გვექნება ამის თავხედობა, რომ უფლის სიტყვების რევიზია ჩავატაროთ, მაგრამ გადატანითი მნიშვნელობით არის, რომ მე ამას ვერ გავუბედა. უფალე ამბობს, სოდომელი და გომორელი უმოლხინეს იქნება, ვიდრე შენ, თეოდორე, თუ შენ ჩემი სიტყვა არ გესმის. უმოლხინეს, ანუ უფრო წმინდა აღმოჩნდება, ანუ სოდომელზე და გომორელზე უფრო უწმინდური ხდება ის ადამიანი, ვისთანაც ღვთის სიტყვა მივიდა და მას ის არიღებს და უარყოფს. ეხლა რაც შეეხება ღვთის სიტყვას, ჩვენ აქ შეიძლება გქონდეს ილუზია, რომ მე ხო მივიღე კაცო ღვთის სიტყვა რა. რა პრობლემაა? არ ვიქნები სოდომელზე და გომორელზე უარესი, მივიღე ღვთის სიტყვა, რა საიდან იცი რომ მიიღო? იმიტომ რომ სახარება წავიკითხე, ვკითხულობ, ვიღებ ამ სახარებას და შესაბამისად ვცხოვრობ. ნეტავი ასე იყოს, მეცე გმინდა ჩემ თავზეც და თქვენზეც და ყველა ქრისტიანს ნეტავი ასე კონდეს, მაგრამ ასე სამწუხაროდ არ არის და საიდან დასტურდება ეს? ეს დასტურდება ეკლესიის 2000 წლოვანი გამოცდილებით, როდესაც ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანები, რომლებიც სახარებას კი არ კითხულობენ, კაცო, სახარებაზე აღზრდილები არიან, მაგრამ კატასტროფას ჩადიან. და ეკლესიის ისტორიას გადახედეთ, ასე დროს ატომგას მახსენდება პირველ რიგში წმინდა იოანე ოქროპირი. წმინდა იოანე ოქროპირი ვიღაცა უსჯულო მეფემ და ვიღაცა უზნეო, ესე იგი, ეპისკოპოსმა კი არ მოიძულა, არამედ მართლმადიდებელმა ცხებულმა მეფემ და სამეფო სახლმა ეგერთი და მეორე საეკლესიო კრებამ განკვეთა იოანე ოქროპირი. მაქსიმე აღსარებელი თელმა ეკლესიამ მოიძულა. ასე რომ ის რომ მე აქ ვარ და თანხმდელი ვარ, საერთოდ არაფერს ნიშნავს. აბა რა ვქნა და უნდა მეშინოდეს შიში ღვთისა, სწორედ აქ არის აუცილებლობა ამისა. იმიტომ რომ ის რომ მე ვკითხულობ და მე რომ მესმის არაფერს ნიშნავს. აი რომელთა მიმართ ეპისტოლეში მე 10 თავი. წერილი ამბობს პავლე მოციქულის სიტყვებიას. არ შერცხვება არც ერთი მისი მორწმუნე. არ შერცხვენაში გულისხმება, როცა ადამიანი საშინელ სამჟაროზე გაიგონებს სიტყვას. წადი წყეულო ადგილზე, რომელიც გამზადებული ეშმაკისთვის და მისი ანგელოზებისთვის. ეს არის შერცხვენა, როცა განცხადება, რომ ჩემი თავი ხარ რაღაცა მგონია და რაღაცა და უცებ რომ განცხადება რაც ხარ სინამდვილეში, ყველასთვის თვალსაჩინო რო გახდება, ეს არის შერცხვენა. მაგრამ წმინდა წერილი ამბობს პავლე მოციქული, არ შერცხვება არც ერთი მისი მორწმუნე. ანუ გადარჩება, არ შერცხვება, გადარჩება. მისი, ანუ ქრისტეს მორწმუნე. წმინდა წერილის სიტყვებს იხსენებს თავად პავლე მოციქული, რადგანაც უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება. უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება. იმ წამსო გავიხსენოთ. არა ყოველი რომელი მეტყვის მე უფალო შევა სასუფეველში ქრისტიანობს. ანუ უფლის სახელის მხმობელშიც რა იგულისხმება? არა ის რომ ადამიანი უფლის სახელს ახსენებს უბრალოდ, არამედ აქ იგულისხმება, როცა უფალი მის გულში გიებს და მკვიდრობს, ეს იგულისხმება. აი ეს და არა უბრალოდ მექანიკურად რაღაც წარმოთქმა სახელის. ან ლოცვის. როცა ადამიანს ხო უკვე არსობრივი კავშირი აქვს, აი ღვთის ტაძრად არის, არსობრივ კავშირში გულისხმობ, როცა ღმერთი ჩვენში მკვიდრობს, როცა ჩვენი ბუნება შეცვლია, როცა ახალი ქმნილება ვხდებით, ამას გულისხმობ. მაგრამ ნახეთ, უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება, მაგრამ როგორ უხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს. ხედავთ რა არის? ესე იგი იმისათვის რომ მე უფალს ვუხმო სწორად, საქართველოში დღეს ყველას რაღაც რო გაუჭიდება, ღმერთო გვიშველა იძახიან. ეს არაფერს ნიშნავს, იმიტომ რომ შენ რომ სწორად მოუხმო, მაცხოვნებლად რომ მოუხმო უფალს, მაშინ შენ უნდა ირწმუნო. ანუ როგორ მოუხმონ, როგორ უნდა მოუხმოს, თუ არ გწამს. როგორ უნდა მოუხმო, ვინც არ ირწმუნეს და წამს ადამიანი იტყვის. და ამ დროს აგზელებს პავლე მოციქული და როგორ ირწმუნონ, ვინც არ სმენიათ. და აი აქ ჩდება ზუსტად აი ეს რომ შენ გწამს და იცი რა გწამს, იცი ვინ არის იესო ქრისტე, იცი რა სიტყვობს ის ჩვენგან და ასე შემდეგ. ანუ კვლავ და კვლავ ეს მოგვიწოდებს ჩაღრმავებისკენ, გააზრებისკენ, გათავისებისკენ. ვიცნობ ჩვენ მას ვინ არის, ხო? თუ არ ვიცნობ, ეს ხმობა რას ნიშნავს? არც არაფერს არ ნიშნავს. როგორ ირწმუნონ, ვინც არ სმენიათ და როგორ ისმინონ უქადაგებლად, წარმოჩენილია უდიდესი მნიშვნელობა მისიონერული საქმიანობის ეკლესიაში, უდიდესი ეკლესია, რომელიც არ მისიონერობს, ის თავის ღვთისაგან მოცემულ დავალებას არ ასრულებს ეკლესიაში, ამ შემთხვევაში გულისხმობ კონკრეტულ გამოვლენებებს, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვმისიონერობთ, ეს მისიონერობა ხდება არა მარტო სიტყვით, მინდა გითხრათ, არამედ საქმით, ცხოვრების წესით, არა მარტო ღვთისგან, არამედ ერის ადამიანებისგან, თქვენი ქცევით, თქვენი მანერებით, თქვენი ჩაცმულობით, თქვენი სოციალური ქსელებით, სადაც
ეს ორმაგი ცხოვრება რა, როგორ ვლინდება. ნუ ეს უბრალოდ გაუგებრობაა რა, თავიდან ბოლომდე გაუგებრობა. ქადაგება ცხოვრების წესით უნდა ხდებოდეს პირველ რიგში, გარეგნობით, ჩვენი ჩაცმულობით, ჩვენი სიარულის მანერით, მეტყველებით, კულტურით, მეცსაზღვრით, ჩვენი არისტოკრატულობით, არა გვარიშვილობით. საინტერესო უნდა იყოს ის ადამიანებისათვის. კძალვას უნდა იწვევდეს თავის ცხოვრების წესით, ჩაცმულობით, მანერებით, სიტყვა-პასუხით, ქცევით. ქადაგება არის ჩვენი ვალდებულება და პირველ რიგში ცხოვრების წესით. და როგორ იქადაგონ თუ არ წარიგზავნებიან, აქ უკვე ჩვენი აქტიურობა, წარგზავნა, აქტიურობა, ადმინისტრაციული ორგანიზებაც ეკლესიისა, ქმედება არ ვიყოთ ჩაკეტილი უბრალოდ საკუთარ თავში. იწერა რა მშვენიერნი არიან სიკეთის მახარებელთა ფერხნი. მე ჩნდება ესეთი კითხვა, ხო, მაგრამ ხო მეტნაკლებად ეკლესია მსოფლიოში ქადაგებს ყველას ესმის. და რადგან ყველას ესმის, ყველაფერი კარგად არის. და პავლე მოციქული მე კვლავ აგზელებს, მაგრამ ყველამ როდი ისმინა სახარება. ანუ ის რომ ქადაგება რაღაცა დოზით მაინც ისმის, ეს ანიშნავს რომ ყველამ როდი ისმინა სახარება, რადგან ესაი ამბობს, უფალო ვინ ირწმუნა, რაც ჩვენგან ისმინეს. ისმინეს, მაგრამ ვინ ირწმუნა? ესეც არის, ანუ კვლავ თუ რომც ყველაფერი კარგად იყოს მისიონერული თვალსაზრისით, ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს, იმიტომ რომ მესმის, კი მესმის, მაგრამ ვირწმუნე გავიგე? რამე თუ რწმენა სმენისგან არის, წმენა რომ მოვიდეს სმენისგან უნდა გავიგონო, ხოლო სმენა ქრისტეს სიტყვისგან და კვლავ მივდივართ იქ. რამდენად მესმის მე გამოცხადება. რამდენად მესმის ქრისტეს სიტყვა და რამდენად უჯერებ მას. იმიტომ რომ ქრისტეს დაჯერებული ადამიანის უპირველესი თვისება არის სიმდაბლე. ადამიანს არ აქვს სიმდაბლე, არაფერი არ გამოვა. სიმდაბლე არის, როგორ გითხრათ, აი ყველა სათნოებათა კრებული, აი ყველა სათნოებები რო შეკრიბო, რაც კი სათნოებები არსებობს, ყველა სათნოებები რო შეკრიბო, იქიდან აღმოცენებული ყვავილია. ან შეიძლება მეორნაირად ვთქვათ, ყველა სათნოებები იმ ძირზე არის დაფუძნებული, რომელსაც სიმდაბლე ქვია. ანუ სიმდაბლე აერთიანებს ყველა სათნოებას. სიმდაბლე არ არის, არაფერი არ არის. ლოცვით სასწაულებს რომ ახდენდე, არაფერს არ ნიშნავს ეს თუ არ არის სიმდაბლე, იმიტომ რომ სიმდაბლის გარეშე არაფერი არ არსებობს. ამაზე ტრაქტატები აქვს დაწერილი წმინდა მამებს. უამრავი რამე. ეს არის ქრისტეს უპირველესი თვისება. იმიტომ რომ ღმერთი რომ ჩვენ დაგვლაპარაკებოდა და ღმერთი რომ ჩვენ გვეცნოდა თვალებში ჩაგვეხედა ღმერთისათვის, ხო უცნაურია სიტყვები. ამისათვის უკიდურესად დაიმდაბლა თავი და ადამიანი გახდა. იმიტომ რომ ღმერთის გამოცხადება რო ქონდა მოსეს სინას მთაზე, განწმენდილი ხალხი სპეციალური მარხვა დაიწყეს, სამდღიანი მარხვა ქონდათ, რომ არ დაღუპულიყვნენ ღმერთის დიადი გამოცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს განწმენდილი და ღვთის კურთხევა აღასრულეს, ვერ გაჩერდნენ მთის ძირს. მოსე ავიდა ზემოთ. იმას ღმერთი იფარავს. და ესენი ხალხი დადგა ქვემოთ და ღმერთი მიუხედავად იმისა, რომ ღვთის კურთხევა რაც ჰქონდათ შეასრულეს, მაინც ვერ გაჩერდნენ. მოსეს თხოვეს თავის შენ ელაპარაკე ღმერთს, ჩვენ არ შეგვიძლია ღმერთის მოსმენა და შენ ელაპარაკე ღმერთი შენ გელაპარაკოს და შენ ჩვენ გველაპარაკ. და ცხოველები თუ ვინმე მიუახლოვდა და საშინელი რაღაცა ქვების ტყორთნა ცეცხლი რაღაცა ეგრევე კვდებოდნენ ცხოველები. ადამიანები ვერ მიუახლოვდნენ. ყუზა გახსოვთ ხო კიდობანი რომ მოაქვს დავით მეფსალმუნეს და ლევიტელი არ იყო ის მას არ ქონა კიდობაზე შეხების უფლება, კიდობა შეეხო. რატო შეეხო? იმიტომ რომ ურემი შეტორტმანდა და კიდობანი ყველაზე დიდი სიწმინდე ისრაელის შეიძლება ჩამოვარდნილიყო და ბუნებრივად ინსტინქტურად მოდის და უცებ შეტორტმანდა და შეაშველა ხელი არ ჩამოვარდეს და როგორც კი შეეხო იმ წამსვე მოკვდა და მეგობარი იყო დავით მეფსალმუნი. ეს მაგალითები რატომ არის წმინდა წერილში? იმიტომ რომ იმდენად საშინელია თავის სიდიადით ღმერთი, რომ მასთან ურთიერთობა წარმოუდგენელია. თუ რაღაცა ნაწილი მადლის მისცა ადამიანს, რაც მოსეს მისცა, მოსეს ხალხი ვეღარ უყურებდა და პირსახე აიხვია, რომ ვერ ხედავდნენ ისეთი ბრწყინვალება ქონდა. და მოსეს იცავდა თავად ღმერთი, მაგრამ მოსე რომელსაც რაღაც მომენტში ეურჩა ღმერთს, ცოტა გაფიცხდა, ხო? იმ ხალხმა გააბრაზა და გაფიფიცხა ღმერთის წინაშე გამოხატა, მთელი ცხოვრება რასაც შესწირა, ის ვერ ნახა და აღთქმულ ქვეყანაში ვერ შევიდა და მანამდე გარდაიცვალა. ღმერთთან ურთიერთობა საშიშია, იმიტომ რომ ის დიადია. დიადი. აი ეს ჩვენ გვავიწყდება და როდესაც ჩვენ ღმერთმა ჩათვალო, რომ ჩვენთან კომუნიკაცია უნდა ქონოდა უფრო მეტი მჭიდრო, უკიდურესად დაინდაბლა თავი და ადამიანად მოვიდა. აგერ პურისა და ღვინის სახით როგორც ხორცი და სისხლი გვეძლევა და ჩვენ ვიღებთ მას. აი ასეთი რაღაც გააკეთა. ამიტომ სიმდაბლე, მისი უპირველესი თვისება და მასთან კომუნიკაციის მთავარი პირობა
კეთილი ვინებოთა და ჩვენს დავიმდაბლოთ თავი. აი ესა და თუ თავს ვერ ვიმდაბლებთ, ესე იგი ჩვენ სახარება ღვთის სიტყვა, ქრისტეს სიტყვა არ გესმის. და მე ვამბობო, პავლე მოციქულია ისა ვამბობო, რომ ნუ თუ ვერ ისმინეს, ნუ თუ ვერ გაიგეს. და პირიქითო როგორ ვერ გაიგეს და ისევ მოყავს ესე იგი სიტყვები, რომ ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმაი მათი და კიდეთა ქვეყნისათა სიტყვანი მათნი. ანუ როგორ ვერ ისმინეს, ყველა მისმინა, მაგრამ ადამიანებს უჭირთ ამის გაგება და მე ესაიას სიტყვები მოაქვს. როგორ ეუნება ისრაელს, ესაია კი არ ეუნება, ესაიას პირით ღმერთი ეუნება ისრაელს. თელ დღეს ვიწვდიდი ხელებს ურჩი და უჯიათი ხალხისკენ. აი ეს ტკივილიანი ღმერთის სიტყვა ვიწვდიდი, მაგრამ ადამიანებს არ ესმოდა. ამიტომ ეს სიტყვები, რომ ღმერთი შეიძლება შენსკენ ხელებს იწვდიდეს და შენ კიდე მისი არ გესმოდეს, ეს გლობალურადაც არის მისაღები, გასაგებია მთელ სამყაროზე, საქართველოსაც და თითოეულ ჩვენზე. აი იწვდის ღმერთი ხელებს ჩემსკენ და ვერა და ვერ გამაგებინა, ვერა და ვერ გამომაფხიზლა იმდანად მძინარე მდგომარეობაში ვარ. აი ეს არის. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ თავს შემოუძახოთ, რომ მეტი პასუხისგებლობით მოვეკიდოთ საკუთარ სულიერ ცხოვრებას, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ერთი სიცოცხლე, ერთხელ მოცემული და სანამ გარდავიცვლებით, უნდა მოვასწროთ ღვთის შემეცნება, მისი გაგება და მისი შემეცნება და მასთან ერთობა. თუ ეს და მისი დამსგავსება სიმდაბლით, თუ ეს ვერ მოვასწარით, სიცოცხლე არ მოგვეცემა და ეს იქნება დასაწყისი ჩვენი დაღუპვისა, ჯვარი გწერია და ღმერთმა უქნას. ამიტომ სერიოზულად მოვეკიდოთ საკუთარი სულის გადარჩენის საკითხს. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.